მოგესალმებით ძვირფასო ტელემოყურებლებო, დღეს ხუთშაბათია და ეთერშია გადაცემა გზა ჭეშმარიტებისა. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ მამა იაკოვთან ერთად, რომელიც გახლავთ ვახტანგ გორგასლის საკათედრო ტაძრის მოძღვარი. საუბარს მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებაში სხვადასხვა კონფესიების, ქრისტიანული კონფესიების მიმოხილვას. და რა განსხვავებებია მამაო? ჩვენ დავიწყეთ კათოლიკური ეკლესიით, ახლა გვინდა გავაგრძელოთ ჩვენი მეზობელი ქვეყნის ჩვენი მოძმერის, ასე შეიძლება ითქვას, სომხური ეკლესიის შესახებ სწავლებით, თუ რა განსხვავებებია ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სომხურ მონოფიზიტურ ეკლესიას შორის. ეს ძირითადი განსხვავებები, იმედია რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივა. დაგულოცით. მეთქვა დაგლოცოთ. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მადლობთ გადაცემაში დაპატიჟებისთვის, დაძახებისთვის. კვლავ პირველი რაც ფიქრობ უნდა აღინიშნოს ის არის რომ ოდითგანვე ისტორიული მეზობელი ერები ვართ ჩვენ და ეკლესიათა შორის ურთიერთ მიმართება დოგმატური და ეკლესიათა შორის ეს გაყოფა სომხური ეკლესიის ეს განდგომა მართლმადიდებელ ეკლესიიდან არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ რაღაც სიძულვილი გქონდეს მათ მიმართ. მამაო იაკოვ, როდის წარმოიშვა ეს განსხვავებები? რამდენადაც ვიცით, სომხები აღიარებენ, რომ გრიგოლი პართელის მიერ იქნენ გაქრისტიანებულები. რამდენადაც ვიცით, გრიგოლი პართელი კიდევ მონოფიზიტი არ იყო, ხო? მართლმადიდებელი წმინდანი იყო. ხო და აი როგორ მოხდა ეს განსხვავებები? საიდან დაიწყო? რატომ აღიარეს თავიანთი მონოფიზიტებად? საზოგადოებაში ხდება ხოლმე ჩვენ მოსაზრება რომ სომხეთის ეკლესია არის გრიგორიანული ეკლესია. ჩვენ კი ვიცით რომ წმინდა გრიგოლ პართელი რომელმაც მოაქცია სომხეთის მეფე და შემდეგ რომლის ღვაწლთან არის დაკავშირებული სომხეთში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგია და გამოცხადება არ იყო არანაირი მონოფიზიტური სწავლების მასწავლებელი და მაშინ ეს პრობლემატიკა არც იდგა საეკლესიო სარწმუნოებრივი საკითხების კუთხით. ამიტომ მცდარია მათი გრიგორიანელობა წოდება და არ შეიძლება ეს გრიგოლი პართელისადმი პატივისცემიდან გამომდინარე დაუშვებელია. თვით სომხეთის ეკლესიაც ართulis ამ სახელწოდებას მართებულად მათ მიაჩნიათ რომ არიან სამოციქულო ეკლესია. ისე წარმოშობითაც სამოციქულო ეკლესია, მაგრამ ამჯერად უკვე ამ სამოციქულო სწავლების დამღვევი და განდგომილი ეკლესია არის. უნდა ვთქვათ ასევე მეორე სახელწოდებასთან მიმართებით, უწოდებენ ხოლმე მათ მონოფიზიტებსაც. ეს სახელწოდება ისტორიულად დაუკავშირდა ევტიქის, ერეტიკოს არქიმანდრიტს, კონსტანტინოპოლის არქიმანდრიტს ევტიქს, რომელიც ასწავლიდა რომ ქრისტეს ბუნება მხოლოდ ღვთაებრივი ბუნებაა და ქრისტეს არა კაცური ბუნება და ევტიქის ანათემირება მოხდა განკვეთა ეკლესიიდან და დაგმობა ამ სწავლების და უნდა ვთქვათ რომ ევტიქიანელობა სომხეთის ეკლესიასაც დაგმობილი აქვს, ამიტომ მათი იდენტიფიცირება როგორც ესეთი ევტიქიანული მონოფიზიტური ხაზის დაუშვებელია და ისინი ამას უარყოფენ და ამის საფუძველზე ამბობენ რომ მონოფიზიტები არა ვართ. მაგრამ საქმე იმაშია რომ ევტიქიანობით არ დამთავრებულა მონოფიზიტობა, მან მიიღო გავრცელება უფრო უხეშ ფორმებში, უფრო შეფარულ ფორმებში, არის ესეთი სევეროს ალექსანდრიელის ხაზი და აი ეს იაკობინელთა ხაზი, კიდევ კოპტების ეკლესია და აი ამ სევეროსის ხაზისკენ უფრო იხრება სომხეთის ეკლესია და ამიტომ ისწავლება რომელიც აქვთ სომხეთის ეკლესიას არ არის ევტიქის სწავლება პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ მართლმადიდებელ ეკლესიისგან ისწავლებაც, რომლის შესახებ შემდეგ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, მოგვეცემა იმედი ამის შესაძლებლობა, ისიც იწოდება მონოფიზიტობად.
რატომ, როგორ ამას შემდეგ ახსნია. კიდევ რაც შეეხება სომხეთის ეკლესიის სათაურს, აი როგორ უნდა უწოდოთ მათ. ისინი თავიანთ თავს მართლმადიდებლებათაც იხსენიებენ, ამბობენ, რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებლური ეკლესია. რაშიც ჩვენ არ ვეთანხმებით მათ. იმიტომ რომ მართლმადიდებლური ეკლესია, მართლმადიდებლობა ეს არის სინონიმი დიოფიზიტობის და დიოფიზიტობას ისინი არ ღებულობენ. ეს ხაზგასმა მართლმადიდებლობაზე ეკლესიისა მოდის ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრების, რომელიც განიმართა 451 წელს ქალკედონში. ეს ამ მსოფლიო კრების შემდეგ უკვე მართლმადიდებლებად იწოდებიან ისინი, ვინც დიოფიზიტობას აღიარებს. განკაცების შემდეგ მისი კაცური ბუნება შთანთქმა მისმა ღვთაებრივმა ბუნებამ, მაგრამ ეს არის ერთიქის სწავლება. ასევე მონოფიზიტობად არის მონოფიზიტობა ისწავლება, რომელიც ასწავლის, რომ ღვთაებრივმა ბუნებამ ბუნებითად შეიერთა კაცობრივი ბუნება. აი ესეც მონოფიზიტობა დახვეწილი უფრო და ამ მონოფიზიტურ ხარს მიყვება თანამედროვე სომხური ეკლესია. სომხური ეკლესია თავიდანვე რა თქმა უნდა 60 ქულო იყო, ჩვენ ერთობა ქონდა, წმინდანები გვყავს საერთო, დედა შუშანიკი და სხვა ბრძოლებშიც ერთად ვიყავით, მაგრამ ეს არ მიიღება ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრებისა. გამოიწვია ის, რომ ისინი განდგენ სოფლიო მართლმადიდებლობისგან, არა ჩვენთან, მხოლოდ საეკლესიო ერთობიდან, არამედ სოფლიო მართლმადიდებლობისგან და უფრო შეუერთდნენ აი კოპტურ მონოფიზიტურ ხაზს. ეს კავკასიაში მოხდა 4 დვინის 2 კრება გაიმართა 506 წელს და 554 წელს და მაშინ საბოლოოდ დააფიქსირეს ეს და მოხდა განდგომა ოფიციალური სომხეთის ეკლესიის, თუმცა არამცირედნი დარჩენ სომეხნი, რომლებიც ქალკედონიტები იყვნენ და დღესაც ღვთისწყალობით საქართველოში არიან ეს სომხები, მღვდელმსახურები მათ შორის. მას რა სათაური რა უწოდოთ სომხეთის ეკლესია, რომელია აი ღვთისმეტყველურად მართებული სათაური მათი რა სახელწოდება. ღვთისმეტყველურად ვიმეორებ, არ შეიძლება რომ უწოდოთ მათ გრიგორიანები, არ შეიძლება მათ რომ უწოდოთ მართლმადიდებლები, არც ის არის მართებული რომ უწოდოთ წინა ქალკედონური ეკლესია. ასეთი სახელწოდებაც ხდება ხოლმე, რომ დაფარონ დაპირისპირებულობა მათი მართლმადიდებლობასთან, ზოგიერთი ევროპელი მკვლევრები მათ უწოდებენ წინა ქალკედონურ ეკლესიად. იმიტომ რომ მესამე მსოფლიო კრებას ესე სიტყვით ღებულობენ ისინი. შემდეგ მას სწორი რომელია და მათ უნდა ეწოდოს ანტიქალკედონური ეკლესია. ეს არის ანტიქალკედონური სომხური ეკლესია, ანუ ქალკედონის კრების დამგმობი. კიდევ ამ საღვთისმეტყველო ტერმინს და ასეც იწოდებიან ხოლმე ხშირად ხდება უკვე. განაპირობებს ის, რომ კატეგორიულად მათთვის მიუღებელია ქალკედონის კრება. როდესაც საუბარი იწყება, მათ დიალოგი ხდება მართლმადიდებლებსა და სომხური ეკლესიის წარმომადგენლებს შორის, ეს რუსეთის ეკლესია აწარმოებს ხოლმე. ყოველთვის ეს წაფორხილების ლოდი არის ქალკედონის სოფლიო კრების, მეოთხე მსოფლიო კრების, სადაც მსოფლიოდან მთელი მოსული იყვნენ ეს მასწავლებლები და მოძღვრები და მიიღეს ეს განსაზღვრება, აღიარეს ჭეშმარიტად აი ამ სოფლიო კრების განჩინების უარყოფა. ეხლა რას უარყოფენ ისინი ქალკედონის სოფლიო კრების განჩინებიდან? ისინი უარყოფენ სწავლებას იმის შესახებ, რომ ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება მის კაცობრივ ბუნებასთან შეერთებულია პიროვნულად, ერთ ჰიპოსტასში. ჩვენ ვიცით, რომ დაცემული კაცობრიობის გამოხსნა, ღვთისწინაშემცოდველი კაცობრიობის გამოხსნა, კაცობრიობის, რომელმაც ღმერთისნება უარყო და სამარადიულს დაუპირისპირდა უფლისნება, შეურაცხყო ღმერთი, წაიხდინა თავისი ბუნება, წაახდინა სამყარო ხწნადი და მოკვდავი გახადა და ემორჩილა სიკვდილს და ეშმაკს. აი ამ კაცობრიობის გამოხსნა არ შეეძლო არანაირ უზენაეს ანგელოს ან არსებას. ხოლო თვითონ უფალს ღმერთს შეეძლო კაცობრიობის გამოხსნა და ის ვინ შექმნა კაცი, ადამიანი თვითონვე ღებულობს ადამიანურ ბუნებას, რათა ამ მარადიული სიკვდილისგან, მარადიული მსჯავრისგან, ხწნადობისგან გამოიხსნა სიგიც და მთელი სამყაროც. დამარცხოს სიკვდილი სიკვდილით. გამოისყიდოს და დაამარცხოს სიკვდილი, გამოისყიდოს ადამიანი და განახვთოს. და მომხდარიყო კენოზისი, ხო? დაშვება უფლისა დედამიწაზე, შეძენა ადამიანური ბუნებისა და ეს ღვთაებრივისა და ადამიანის
შერწყმა, ასე ვთქვათ, იხსნიდა კაცობრიობას იცით, ამ ცოდვის. ადამიანის შეცოდება არის უსაზღვრო შეცოდება, ადამიანის შეცოდება, იმიტომ რომ ეს არის უზენაესის ნების უარყოფა. მაშასადამე უზენაესის უარყოფა, მისი შეურაცხყოფა, მისი ნების გაუკუღმართება, რომელიც ხდება არა დაცემულ მდგომარეობაში, ეხლა ამ ვითარებაში, არამედ მაშინ დაუცემულ მდგომარეობაში, ეს არის უსაზღვრო ცოდვა. და უსაზღვრო ცოდვას გამოხსნა შეიძლება მხოლოდ უსაზღვრო მსხვერპლით. და ღმერთი შური ღმერთს არ აქვს, მაგრამ მისი თითოეული თვისება მოითხოვს თავის დაკმაყოფილებას. სამართალი ღვთისა მოითხოვდა, რომ ის უნდა მომკვდარიყო მარადიული სიკვდილით, იმიტომ რომ ადამიანმა უსაზღვრო უფალი შეურაცხყო. არა მარტო უფალი შეურაცხყო ადამიანმა, მხოლოდ ამის თქმა იქნებოდა რაღაც იურიდიული თეორიას ეძახიან ამას და მშრალს და ეს უფრო კათოლიკურ დასავლურ სამყაროში. არამედ ამასთან ერთად თავისი ბუნებაც გაიკუღმართა, წაიხდინა. ამისთვის საჭირო იყო ფაქტიურად ხელახლა ადამიანის შექმნა და ამის გაკეთება შეეძლო მხოლოდ უზენაესს. არანაირ ანგელოზს ეს არ შეეძლო და არა მარტო ადამიანის ბუნების აღდგენა იყო საჭირო, არამედ მთელი სამყაროს აღდგენა ფაქტიურად ხელახლა შექმნა, როგორც ამბობს კიდეც უფალი, ყოველივე იქმნა ახალიცა და ახალი მიწა. ყოველივე ამის აღდგენა, რაც ასევე მხოლოდ ღმერთის მადლსა და ძალას შეესაბამებოდა. ამიტომ აუცილებელი იყო განკაცებულიყო ღმერთი და განკაცდა ის, ვინც შექმნა ადამიანი. როგორც არის კიდეც ნათქვამი ადამიანის შექმნის წინ, მოდით შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და მსგავსად და შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა. ქმნის ძე მამის მიერ სულიწმინდაში და ბუნებითად ადამიანი არის ყოვლადწმინდა სამების ხატი, ხოლო პიროვნულად ძე ღმერთის ხატი. და ამიტომაც ვისი ხატიც არის ის ღებულობს პიროვნულად, ვისი ძეობილობის მატარებლები ვარ ჩვენ, ამ ძეობილობით ღებულობთ განხთობას და თვით ძე ღვთისა ღებულობს კაცურ ბუნებას, რათა გამოიხსნას კაცი. ამიტომ აუს უფალი რომ ძე ღვთისად იწოდებოდეთ. უფალმა თვითონ ქადაგებისას იუდეველებთან თქვა, რომ მე და მამა ერთი ვართ, ეს თქვა. ანუ ის რო ესაუბრება მათ, ისინი ხედავენ მხოლოდ კაცს ხედავენ და ის ვინ არის ეს კაცი, ამას ვერ ხედავენ და იმიტომ რომ ამის ხედვა სარწმუნოებით ხდება. და ამის ხედველი მადლა უფალმა ამის ხედვა მოციქულებს და ყოველთვისაც ირწმუნეს მოციქულების, როგორც უთხრა კიდეც თომას, რომელმაც უთხრა მას, რომ შენ უფალი ხარ ჩემი და ღმერთი ჩემი, უფალმა უთხრა, რომ ნეტარ ხარ შენ თომა, რამე თუ ხედავ და გწამს და ნეტარ არიან ისინი, ვითაც არ უხილავს და ირწმუნებენ. შემდეგ აი ეს საიდუმლო ღმერთის განკაცების, რასაც წერს კიდეც ივანე მახარებელი სახარებაში, პროლოგში, მე-14 მუხლია, პირველი თავის, რომ სიტყვა იგი ხორციელი იქმნა, ანუ სიტყვა დარჩა სიტყვა როცა ამბობს, სიტყვა იგულისხმება არა ბუნება ღვთაებრივი, რომელიც ერთია მამისა და სულის, არამედ თვითონ სიტყვა ძე ღვთისა. სიტყვა ეს უწოდა მან ძე ღვთისას, იმიტომ რომ ხილვაში იხილა, გამოცხადებაში წერია, რომ ძე ღვთისა იწოდებოდა სიტყვად. სიტყვად იწოდება, იმიტომ რომ იშვება მამისგან. არა რაღაცა ადამიანური შობის მსგავსად გაყოფის ან მესამის, არამედ როგორც აი ესეთ შედარებებს ამბობ, როგორც გონებაში იზრდება აზრი, როგორც მზე, ნათელი, განუყოფელი არიან, თან იშვება და თან განუყოფელი, იმიტომ რომ არ არსებობს სინათლის გარეშე და სითბოს გარეშე. ასევე მამისგან იშვება ძე, რომელიც წმინდა წერილში იწოდება ნებად მამისა, ძე ნებელობად მამისა, ძალად მამისა, სიბზნეთ მამისა და თუ კი ვინმე იტყვის, რომ ოდესღმე არ არსებობს ძე, გამოდის, რომ ღმერთს არ ქონდა სიბზნე, გუნურობას დასწამებს ღმერთს არ ქონდა ძალა, დასწამებს უძლურებას ღმერთს და ღმერთის ნებას უარყოფს, ნებელობას, იმიტომ რომ ძე არის მამის ნებელობა. რატომ უსვამთ ამას ნებელობა? იმიტომ რომ ნებით არ არის ეს შობილი, მამას არ შეუძლია არ შობდეს ძეს, რადგანაც ის ძის გამო იწოდება კიდეც ის მამად. სხვაგვარად არც მამა არ იქნებოდა და ეს არის ერთი ყოვლადწმინდა სამება განუყოფელი, ერთი ბუნებით განსხვავებული პიროვნულად და პიროვნული განსხვავებაც ეს თვითონ თვისობა, შობილობა და გამავლობა. წმინდა სამებას სომხები, როგორც მამაძეს, სულიწმინდას
ხომ დიახ, აღიარებ. ისინი არ არიან ანტიტრინიტალები. არა, ანტიტრინიტალებია, ქრისტოლოგიაში აქვს უხეში შეცდომა და თვითონ ეს ქრისტოლოგია ზუსტად ეს მაცხონებლითი ნაწილია და აქ რამეს დარღვევა ნიშნავს უარყოფას ცხონებისა. მამები ძალიან თავდადებულად იცავდნენ ქრისტოლოგიურ და საერთოდ დოგმატურ სწავლებას, იმიტომ რომ თუ ვიტყვით რომ ქრისტეს რამე არ მიუღია, ესე იგი ის არ გამოხსნილა. ცნობილი ასეთი ერეტიკოსები, როგორიც აპოლინარი, ის ამბობდა, რომ ქრისტეს ჰქონდა კაცური ბუნება, მაგრამ კაცური გონება არ ჰქონდა, რომ გონების ადგილას იყო ღმერთი მასში ეს. და ეს გაგმობილი იქნა, იმიტომ რომ გამოდის, რომ კაცური გონი არ ყოფილა გამოხსნილი. რაც ქრისტემ, რაც ზეღვთის ამ სიტყვამ განკაცებისას არ მიიღო ღმერთმა, ის არც გამოხსნილა. და მამათა სწავლებით, სახარების სწავლებით, სამოციქულო სწავლებით მან არ მიიღო მხოლოდ ცოდვა. მამოიაკობა, უფრო გასაგები რომ იყოს ჩვენი მკითხველისთვის, ახლა ძვირფასო ტელემაყურებლობა ეს ესეთ დოგმატური საკითხებია. აი, უფრო მარტივად რომ განმარტოთ, ესე იგი, სომხური ეკლესია თვლის რომ დაიბადა ღმერთკაცი, მაგრამ შემდგომ ეს კაცებრივი ბუნება შთანთქა ღვთაებრივმა ბუნება და შემდგომ ეს ღვთაებრივი ბუნება ესე იგი, როდესაც ჯვარზე გააკრეს, მას უკვე აღარ ქონდა ღვთაებრივი ბუნება. აი საქმეც იმაშია, რომ ამას ევტიქია სწავლის და სომხეთის ეკლესია ამას არ ასწავლის და როცა ეს მონოფიზიტობის ესეთი კლასიკური და უხეში ფორმაა, რაც ევტიქიანობას ჰქონდა, რომ შთანთქა, ანუ ორს ვაღიარებ განკაცებამდე, განკაცების შემდეგ ერთს თანთქმულს. ესეთი სწავლება არ აქვთ. ამაც უფრო სხვა მიმართების მონოფიზიტობა აქვთ. სომხები ამბობენ, სომხეთის ეკლესია ამბობს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2-იც და 1-იც. რაშია საქმე, რომ ისინი ამბობენ, რომ განკაცება მოხდა ბუნებითი შეერთებით. ანუ არათუ ღვთაებრივმა ჰიპოსტასმა მიიღო კაცური ბუნება, არამედ ღვთაებრივმა ჰიპოსტასმა თავისი ბუნებით მიიღო ბუნება. ანუ რო აგიხსნათ, აი ჩვენ ქრისტოლოგია მართლმადიდებლური უკავშირდება მართლმადიდებლურ ანთროპოლოგიას, ანთროპოლოგია ადამიანის შესახებ სწავლებას. ადამიანებს ჩვენ გვაქვს ორი ბუნება. სული, გონიერი და სხეული. ორბუნებოვანი ადამიანი. პიროვნება ერთია ნებისმიერი ადამიანის. ადამიანთა ბუნებაზე ეს პირობითი ნათქვამია, კაცობრივი ბუნება მხოლობითი, იმიტომ რომ რაღაც ბევრნი ვართ, ჩვენი საერთო გვარის ერთობით აღებით ითქმება კაცობრივი ბუნება. ასეთი რომ ქრისტეები რომ ბევრი ყოფილიყო ეს მეთმა გვაშოროს ესეთი აზრისგან, მაშინ შეიძლებოდა რომ განგვეზოგადებინა და გვეთქვა ქრისტეს ბუნება. აი ეს შეცდომა ემართებათ, რომ ადამიანური ბუნება შედგება ორი ნაწილისგან, სულისგან და ხორცისგან. ანუ ადამიანს აქვს სულის ბუნება და ხორცის ბუნება. შეერთებისას ეს ბუნებები რაც ხდება ზუსტად მუცლადღების ჩასახვისას ადამიანისა, ეს ბუნებები შეერთებულია, ოღონ არა ბუნებების გზით, ბუნებითად, არამედ პიროვნულად, ერთ პიროვნებაში, აი მეტყველებთ, ვაზროვნებთ, მოძრაობთ, ეს სული აზროვნებს, სხეული მოძრაობს. მაგრამ სული და სხეული არ არის ბუნებითად შეერთებული, არამედ პიროვნულად შეერთებული. ანუ ჩვენ სული და სხეული ახალი ბუნება კი არ შექმნა რაღაცა შეერთებული, შედგენილი ბუნება. რაც აქვს კიდეც სომხების სწავლებით, ქრისტეს აქვს შედგენილი ბუნება. არამედ სული რჩება ჩვენში სულად და ხორცი რჩება, სხეული რჩება სხეულად და აი ესივეა ქრისტეში, კაცური ბუნება და ღვთაებრივი ბუნება შეერთებულია ერთ პიროვნებაში და ეს პიროვნება არის ღმერთის სიტყვა, განკაცებული. საეკლესიო სწავლებით ყოვლადწმინდა ქალწულმა მუცლად იღო არათუ ღვთაებრივი ბუნება, არამედ ღმერთი ჰიპოსტასი, სიტყვა. ყოვლადწმინდა ქალწულში განკაცდა ღმერთი ჰიპოსტასი. ის ჩარასახი, ის ბავშვი, რომელიც ჰქონდა, ეს ყავდა მას, რომელიც ჩაისახა, მუცლად იღო, ის არის თვითონ სიტყვა განკაცებული. ანუ პიროვნება არის ღმერთი სიტყვა და მას აქვს ორი ბუნება. ანუ ის ადამიანური მეც, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, აი მე ადამიანი, ის მეც მასში არის სიტყვა. ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ
მაგრამ აი თავად სომხური ეკლესია რას ამბობს? ესე იგი როგორია ქრისტეს ბუნება? მათი სწავლებით ქრისტესა აქვს ერთი ბუნება, ისევე ამბობენ ერთი როგორც ევტიხი, ოღონდ ბერძნული ტერმინოლოგიით ეს განსხვავდება, ეს არის ერთი შედგენილი ბუნება, მიაფიზის, ასეთი ამბობენ, სიტყვა მიაფიზის და ევტიხი ამბობდა, რომ მონო მხოლოდ ღვთაება და ესენი ამბობენ, მია არის ზედმიწევის თარგმანით ერთიანი ბუნება. ანუ რაღაცა შეერთებული ბუნება, რომელიც εδროულად კაცობრივიც არის და ღვთაებრივიც არის. ეს არის ერესი, იმიტომ რომ არანაირი ესეთი ბუნება არ არსებობს, არც არსებულა. მაშინ თუ ეს შეერთებულია, ქრისტე აღარ არის ჩვენი ერთ-არსი, იმიტომ რომ ეს ჩვენი ბუნება კაცობრივი ბუნებაა და როგორ შეიძლება მაშინ ვთქვათ, რომ შეერთებული ბუნება ჩემი ერთ-არსი იყოს და აღარც მამის ერთ-არსი აღარ ყოფილა, იმიტომ რომ ღვთაებრივი ბუნება ყოვლად მარტივია. ეს კრეხელობა ამ კუთხით და ამავე დროს კრეხელობა თუ იმიტომ რომ გამოდის რომ ყოვლადწმიდა სამება განკაცებულა. ანუ სწავლება იმაზე რომ ქრისტეს ერთი პიროვნებაა და ერთი ბუნებაა, ეს არის მონოფიზიტობა, მიუხედავად იმისა, იტყვი მონოფიზიტობა, ისა მხოლოდ ღვთაებრივია თუ კაცობრივისგან და ღვთაებრივისგან შეერთებული ბუნება. ერთი ბუნება. ასეთ შედარებაც მომისმენია ეს პაექრობებში, როგორც ზეჩიო რო ჩაყარო მარილიო და ეს თან ზეთიც არის და თან მარილიცო, აი ესეთ შედარებას. ანუ მაინც შერევას ამბობენ. და აქვე მინდა კიდევ აღნიშნო ერთი ელემენტი ქალკედონის კრების წინააღმდეგ იმით გამოდიან, რომ ქალკედონის კრება ამბობს, რომ ქრისტეს ჰქონდა უყვედრელი ვნებები. ანუ მის კაცობრივ ბუნებას ჰქონდა უყვედრელი ვნებები, რაც არის ჭამა, ისა აღდგომამდე. ჭამა, შემდეგ მონელება, ტკივილგამცდელობა. ეკლესია, მსოფლიო ეკლესია განარჩევს ცოდვით ვნებებს და უყვედრელ ვნებებს, ანუ ისეთ ვნებებს, რომლისთვისაც აი ჩვენ რო ჭამის სურვილი გვაქვს, ამისთვის ღვთის წინაშე პასუხისგებლები არა ვართ. აი ნაყროვანების გამო მოგვიკითხება პასუხი, მემთვრალეობის, აღვირახსნილობის გამო, მეუღლეობის გამო არ მოგვიკითხება პასუხი. პირიქით ეს საღვთო დადგენილება არის, რომ დაცემის შემდეგ შემოვიდა, მაგრამ ეს რომ ვნებიანი ისა ქვია მოთხოვნილებები რო გვაქვს, იმიტომ რომ ადამიანს ესეთი გასაჭირი არ ქონდა. ადამი ნეტარებაში იყო და მოკლედ ეს ორი ძირითადი შეცდომა მათი კრეხელობა იმის შესახებ, რომ ბუნება ქრისტესი ერთია, ოღონდ ეს არის რაღაცა ესეთი ღმერთკაცობრივი რაღაცა ქრისტეს ბუნებას იგონებენ, ასე ტერმინს უწოდებენ და მეორე ის რომ ქრისტეს არ ქონდა უყვედრელი ვნებები და ასეთი სწავლება აქვს ამ მეორესთან დაკავშირებით, მათ წმინდანს აქ ეს წამიკითხავს, რომ ქრისტეში ღვთაებრივი ცეცხლის მხურვალებამ დაშრიტა ყოველივე კაცობრივი სინოტივე. ანუ უფალი არინელებდა, მოსაქმე ეს არ ქონდა და ამაზე წმინდანების პასუხი ესეთია, ჩვენ არ გვცხვენია იესო ქრისტეში ვაღიაროთ ის, რისი მიღებაც მას არ შერცხვა ჩვენი ცხონებისათვის. ესეც რომ მიიღო, ესეც მაცხონებელი არის ჩვენთვის. იმიტომ რომ მან სრულად კაცი გამოიხსნა. კი, მაგრამ ხომ იკვებებოდა უფალი. და აი ეს ღვთაებრივი ბუნების ცეცხლიო ამას შრიტავდა. სცხვენიათ ამის აღიარება, რაც უფალს არ შერცხვა და ამით იკარგება მათი სულიერი კავშირი უფალთან. ეს ერთი. შემდეგი გაუკუღმართება, რაზეც შეიძლება აუცილებელია რომ ხაზი გაისვამას, ეს არის მესამე მსოფლიო კრების, ეფესოს მსოფლიო კრების დადგენილების გაუკუღმართება. კერძოდ რის შესახებაა საუბარი, რომ ეკლესია ასწავლის, რომ მუცლადღებისას დედა ღვთისმშობელმა მიიღო სიტყვა და ეს მის კაცურ ბუნებას არ ქონდა კაცური ჰიპოსტაზი, კაცური პიროვნება. ანუ ეს მისი ადამიანური ბუნების პიროვნება თვითონ სიტყვა იყო. ანუ ჩვენ კაცური ბუნება ღმერთის სიტყვისთვის იყო არათუ დანამატი, არამედ თვითონ გახდა ერთ-ერთი ჩვენთაგანი. როცა ის საუბრობს, ის ამბობს, რომ იუდეველებს ეუბნება, რომ მეძიებთ მე კაცსა მოკლად, რომელიც გეტყვით თქვენ ჭეშმარიტებას. ანუ ის კაცობრივი მეც გახდა თვითონ ზეღვთისა. ღმერთის სიტყვა გახდა კაცური ბუნების მე. ის იყო ედროულად და არის მარადიულად ღმერთი
პიროვნულად და ის ვინც იყო მარადიული ღმერთი, ისვე გახდა ადამიანი. ეს არის სახარებისეული სწავლების ჭეშმარიტება, რასაც იოანეს მახარებელი, ამიტომაც ღვთისმეტყველად უწოდებს მას ეკლესია სახარების შესავალში ამაზე საუბრობს, რომ სიტყვა იგი ხორციელი იქნა და ვიხილეთ დიდება მისი ვითარცა მამისგან მხოლოდ ჩობილის სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა. სხვაგან კიდე პავლე მოციქული ამბობს, რომ მასში ქრისტეში დამკვიდრებულია ღვთაებრის მთელი სისავსე ხორციელად. და კიდევ იოანე მახარებელი ამბობს ეპისტოლეში, პირველ ეპისტოლეში შესავალში საუბრობს იმის შესახებ, რომ თქვენ ეკლესიას გაუწყებთ იმის შესახებ, რაც ჩვენ ვიხილეთ, სიცოცხლის სიტყვის შესახებ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, რომელსაც ჩვენი ხელები ეხებოდა და ვისაც ჩვენ ვსახურობდით. ანუ ის კაცი არის ღმერთი განკაცებული და ის მასში კაცური ადამიანური პიროვნება თვითონ ის გახდა. აია გარე განსხვავება მათი. სომხუთი ეკლესიის სწავლებით მას ჰქონდა კაცური ჰიპოსტასი, ოღონ ეს კაცური ჰიპოსტასი იმთავითვე პიროვნება, ანუ ჰიპოსტასი და ბერძნული ტერმინია და ნიშნავს პიროვნებას. გონიერ არსებებთან მიმართებაში პიროვნება თითქმის და უსულოებთან მიმართებაში პირი. მათი თქმით ქრისტეს კაცურ ბუნებას ჰქონდა თვით ადამიანური პირი, როცა მართლმადიდებელი ეკლესია ეფესოს მესამე სოფლიო კრება ამბობს, რომ მისი ადამიანური ბუნების პიროვნებაც თვითონ ღმერთი სიტყვა იყო. და აი აქ უკვე ჩვენ გვაქვს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ნესტორიანობის ეს მონოფიზიტობის უკიდურესი მეორე ერესია, ნესტორიანობის გამო, დაპირისპირების გამო, ნესტორიანობასთან დაპირისპირების გამო არასწორი შეპასუხებების გამო დაიბადა მონოფიზიტობა, ისე ვიცი ჩვენ და აი ეს ნესტორიანული ერესის ელემენტები, ამიტომაც ქსელშიც თუ გაეცნობთ, ზოგან მათ ნესტორიანობაშიც ბრალდებენ და არა თუ თანამედროვე ღვთისმეტყველები, არამედ ძველიც. ცნობილია გარეგინ პატრიარქი გარეგინ მეორე, რამდენიც მახსოვს, წერს სტატიას, სადაც ინტერნეტში იყო ეს სტატია მოთავსებული, სადაც იგი ამბობს, რომ ჩვენ სომხეთის ეკლესიას ურთიერთგამომრიცხავ ბრალდებებს ვგდებენო. კერძოთო, ჯერ კიდევ მარკო პოლომო, როდესაც კავკასია მოიარავ, ჩაწერაო, რომ სომხური ეკლესიის სწავლება ერთის მხრივ იაკობინელთა, ეს მონოფიზიტების ერთ-ერთი ფრთა არის, იაკობინელთა სწავლების მსგავსიაო და მეორე მხრივ ნესტორიანობისაო და გრიგორის პატრიარქი აღნიშნავს, რომ რამდენადაც მე ვიცი, ეს ურთიერთსაპირისპირო ერესებია და როგორ შეიძლება ჩვენ ისიც ვიყოთ ისიცო და ჩვენ არც ერთი ვართ, არც მეორე, ჩვენ მიაფიზიტები ვართ. მაგრამ რაც არ უნდა ესე მონდომებით შეეცადოს ამის უარყოფას, ფაქტად რჩება, რომ მათი სწავლებით კაცურ ბუნების ჰიპოსტასი ჰქონდა ქრისტეს. ანუ მას ჰქონდა ორი პიროვნება შეერთებული. აი ესეთია მათი. ქრისტე არის ერთი, მაგრამ ისედროულად არის კაცური პიროვნების და ღმერთი პიროვნების შეერთება. აი ესეთი სწავლებაც აქვთ. ნუ ეს დიოფიზიტური ესე იგი ეს არის უკვე დიოთელიტობა. ანუ ნებასთან, მოქმედებასთან დაკავშირებით. ეს კიდე მესამე მონოთელიტობა კიდე მონოთელიტობის ერესიც შესაბამისად გვხვდება ჩვენ სომხეთის ეკლესიის სწავლებაში. მათი სწავლებით, რადგანაც ქრისტეს ბუნება არის ორი ბუნებისგან შედგენილი ერთი ბუნება, რომელიც ერთდროულად შეგვიძლია კაციც ვქვა და ღვთაებრივი ბუნებაც. ამიტომ მათი სწავლებით ქრისტეს აქვს ერთი ნება, ერთი მოქმედება. შედგენილი რაღაც ესე ღმერთკაცობრივი ერთი მოქმედება. ერთი თელიმა ბერძნული სიტყვა და ნებას ნიშნავს და ამაზე იყო ეკლესიაში მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით ერეტიკოსები რო გაჩნდნენ, მაშინ უნდა ვთქვა, რომ სოფლიო კრებები დადგენილებებს კი არ დაადგენდნენ ხოლმე რა არის ჭეშმარიტება, არამედ განსაზღვრავდნენ ხოლმე ამ ჭეშმარიტებას, იმიტომ რომ ეკლესია მითავითვე იცის ეს. უბრალოდ, როდესაც გამოჩნდებიან ხოლმე ერეტიკოსები, და ასეთ სწავლებებს ცდილობდნენ დაემკვიდრათ, მაშინ იკრიბებოდა მსოფლიო ეკლესია და მსოფლიო ეკლესიის აზრი ითქმოდა იქ.
და ასე მხდებოდა მხილება ცრუ სწავლებისა. რა შეცდომები გვხდება ჩვენ ამ შემთხვევაში სომხეთის ეკლესიის ამ ნებასთან, ქრისტეს ნებელობასთან მიმართებაში. პირველი, ისინი ამბობენ, რომ ნება არის არათუ ბუნების თვისება, როგორც ამბობს მართლმადიდებლური ეკლესია, არამედ პიროვნების თვისება. და სოფლიო მართლმადიდებლობა ასწავლის, რომ ნება ანუ მოქმედება არის ბუნების თვისება და მომქმედი არის პიროვნება. ანუ ნება ქრისტეში ორია, რაღაც ორი ბუნება აქვს, ორი ბუნება აქვს უფალს განკაცების შემდეგ და აღდგომის შემდეგაც. ეს მუდმივად ასეა. განკაცდა რა არასდროს განიშორებს თავის კაცურ ბუნებას. ოღონდ განახტო სრული განხტობით. ქრისტეს აქვს ორი მოქმედება, კაცობრივი და ღვთაებრივი, მაგრამ მომქმედი, ანუ ჰიპოსტასი, იგივე პიროვნება არის ერთი, რომელიც მოქმედებს კაცობრივ და ღვთაებრივს. ორი კაცობრივს და ღვთაებრივს. სომხთა ეკლესიის სწავლებით ნება არის პიროვნების თვისება, მასასადამე რაღან ქრისტეში ერთი პიროვნებაა, ერთი ნება და ეს ნება ამავე დროს ერთია, რადგანაც კიდევ მეორე, თუნდაც ბუნებით იყოსო, ის ბუნებაც ერთიაო. აი ესეთი სწავლება და მაშინ ისმის კითხვა, ეს ერთი თუ არის, რომელია კაცობრივია თუ ღვთაებრივი და პიროვნული და ღვთაებრივი რომელი. ისინი ამბობენ, რომ როცა უნდა ავლენ და ღვთაებრივს ნებას და როცა უნდა ავლენ და კაცობრივს, რაც ნიშნავს გაქრობას ბუნების. ჩვენ ვამბობთ, რომ ქრისტეს კაცური ბუნება ყოველთვის ვლინდებოდა ქრისტეს მიერ. ანუ ქრისტე არ გამქრალა კაცობრივ არასდროს, რომ ბუნება თუ არის, მისი მოქმედება ყოველთვის არის, მისი ნება ყოველთვის არის. ოღონდ ქრისტეს კაცური მოქმედება, კაცური ნება ემორჩილებოდა მის ღვთაებრივ ნებას. და ქრისტე წარმოაჩენდა ღვთაებრივ ნებისადმი დამორჩილებულ თავის კაცობრივ ნებას. და თან ამას გამოხატავდა. გამოხატავდა კიდეც. უფალი ღვთაებრივი nebაც მისი იყო და კაცობრივი nebაც მისი იყო, ოღონდ კაცობრივი ბუნება მან მიიღო თავისი ღვთაებრივი ნებით, ინება და მიიღო და აი ეს ინება და მიიღო ყოველთვის შენარჩუნებულია, იმიტომ რომ მის ღვთაებრივ ნებას მორჩილობს მისი კაცური ნება. ყოველთვის მორჩილობა წინააღმდეგობაში არ არის, მორჩილობაში არის და ეს არის სხვათა შორის ჩვენთვისაც უდიდესი მაგალითი და მადლი, ძალა შემოტანილი ჩვენში, რომ ჩვენ გვეძლევა ეს ქრისტეში ეს ძალა, რომ ჩვენ მისდამი რწმენით ჩვენი კაცური ნება, ბუნების თვისებები და მოთხოვნილებების სწრაფები დაუმორჩილოთ ღვთაებრივ ნებას. ამიტომაც ეს გამოხსნის გზა. როდესაც ისინი ამბობენ, რომ ქრისტეში ერთი ნება, რადგანაც ერთი პიროვნება და უკავშირებენ ერთ პიროვნებას, არის ესეთი არგუმენტი, რომელიც სხვადასხვა მათი პასუხი ეს მათო ეს დამაკმაყოფილებელი პასუხი არ უმისმენია. მაშინ ყოვლადწმინდა სამებას ერთი ბუნება აქვს და სამი პიროვნება. რამდენი ნება? სამი? ეს შეცდომაა, ამიტომ რომ ნება პიროვნების თვისება არ არის, ნებებელი არის პიროვნება. როგორც ვთქვით, მართლმადიდებლად ასეა, რომ ორი ნება და ერთი ნებებელი. ვინც ამ ნებებს ვის მიერაც წარმოჩნდება ეს ორი ნება, ქრისტე კაცობრივ ხელს იწვდის ბავშვის აღდგინებისას და ღვთაებრივ აღადგენს. აი ესეა. ხო, და ისინი კიდე ამბობენ, რომ როცა უნდა კაცობრივ სავლენ და როცა უნდა ღვთაებრივ სავლენ და ეს ნიშნავს, რომ ქრებოდა. ეს უკვე ნიშნავს, რომ რაღაც ხან ერთი იყო, ხან მეორე იყო და ეს უკვე ერთდროულად არ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ეს. აი ესე გამოსდით. ხო, ეს რაც შეეხება მესამე გაუკუღმართებას, რაც ნიშნავს ნებასთან დაკავშირება. პირველი გაუკუღმართება იყო ბუნებათა შესახებ არასწორი სწავლება. ეს არის ერესი. ერესი ნიშნავს, რომ მწვალებლო, განწვალება, დამახინჯება. ქრისტიანულ მოძღვრებაში რაიმეს დამახინჯება ნიშნავს, რომ მაცხონებელ მადლს მოაკლდე. ეს ნიშნავს უკვე ნათლობა აღარ არის შენი, ზიარება აღარ არის და კერძო პიროვნებას რო ეშლება ეს ცალკე საკითხია, მაგრამ როცა 60 ქულო ეკლესია ასეთ სწავლებას მიიღებს, ის უკვე 60 ქულო აღარ არის. ის უკვე, როგორ ვთქვათ, წარმოშობითად 60 ქულოა, მაგრამ უკვე 60 ქულო მაცხონებლობით მადლს მოკლებულია და აკი არის კიდეც განკვეთილი და განდგომილი. მეოთხე, რაც შეიძლება ახლა ესეთი უფრო ლიტურგიკულ შესაბამით სუბუქი საკითხია, მაგრამ მაინც აღვნიშნოთ, ეს არის სამწმინდაოში, სამწმინდაო ლოცვის დამახინჯება.
ჯვარცმული სიტყვა ჯვარცმულის შეტანა. ვიცით რომ ბიბლიაში ძველ აღთქმაში არის ეს ლოცვა ჩაწერილი წმინდა სუფალი და ეკლესიამაც მიიღო რომ წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდა უკდაო შეგვიწყალენ ჩვენ. ესე გალოს მართლმადიდებლური ეკლესია და სომხურმა ეკლესიამ ამ ოდითგანვე ცნობილ ლოცვაში ჩაუმატა ესეთი წვალებრული აზრი. წმინდაო ღმერთო, წმინდა უკდაო, წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდა უკდაო, ჩვენთვის ჯვარცმულო. შეგვიწყალეთ ჩვენ. ეხლა ამ დამახინჯებამ დაბადა ასეთი აზრი, რომ ან ყოლა წმინდა სამებაა ჩვენთვის ჯვარცმული. ასე გამოდის, იმიტომ რომ ეს სამების მიმართ ლოცვა არის. ან ვიღაც მეოთხეა კიდევ ჩვენთვის ჯვარცმული, ეს წმინდა სამება, წმინდაო ღმერთო, მამის მიმართ იგულისხმება, წმინდაო ძლიერო, ძის მიმართ, წმინდა უკდაო, სულიწმის მიმართ, შეგვიწყალენ ჩვენ ერთობლივად და აი ეს იქ შეგვიწყალემდე ჩასმული ეს ჩვენთვის ჯვარცმული უკვე ვიღაც მეოთხე გამოდის ესე იგი. და კიდევ სხვა გაუკუღმართებები იბადება. ან თუ მეოთხე არ გამოდის, თქვენ თქმის არ იყოს, მაშინ წმინდა სამება გამოდის. ხო, ესეა. მათი პასუხი ამაზე ესეთი პასუხი აქვს, ჩვენ აქ ძეღვთისას გულისხმობ. ამ საგალობელში ჩვენ გულისხმობთ ძეღვთისას, მაგრამ იცით, ეს სამების მიმართ საგალობელია და თუ ძეღვთისა გინდოდათ, მაშინ შეიძლება რომ ჩასმული არის. წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, ჩვენთვის ჯვარცმულო, წმინდა უკდაო, აი ჩვენთვის წმინდაო ძლიერო რო ითქმის, იქ ჩაემატებინათ ეს დამახინჯებები, მაგრამ ისეთი დამახინჯება არა, როგორც ის, რაც გააკეთეს. ესეც აღსანიშნავია, მაგრამ ეს შემთხვევითი არ არის. ვიცით რომ რელიგიური აზროვნების ინტუიცია ბადებს მე იმ ლოცვებს, აღმაფრენებს და ასე ხდება მათთანაც. თუ კი ბუნება პირველ იმ მთავარ ძირითად გაუკუღმართებას დაუბრუნდება, თუ კი ღვთაებრივმა ბუნებამ ბუნებითაც შეიერთა კაცობრივი ბუნება, ანუ ღვთაებრივი ბუნება განკაცდა, როგორც ისინი ამ, მაშინ სწორია იმის თქმა. ჩვენთვის ჯვარცმულა. ლოგიკურია. ამიტომაც ისინი იმის ვერ გრძნობენ ამ წინააღმდეგობას, რომ გამოდის, რომ სამებაა ჩვენთვის ჯვარცმული. ეს რაღაც ეს ინტუიციურ დონეზე ეგრე არის, ესე გამოდის. და ბოლო გაუკუღმართება, რაც შეიძლება აუცილებელია რომ უნდა აღინიშნოს, ეს უძირითადესი გაუკუღმართება, ეს არის ეთნოფილეთიზმი. ესეთი ეთნოს, ეს ერი, ტომი და ფილე კიდე სიყვარული. ანუ ერესი, რომელიც 1872 წლის ადგილობრივ კრებაზე კონსტანტინოპოლში იქნა დაგმობილი, როგორც ერესი. სოფლიო მართლმადიდებლობა ღებულობს ამ კონსტანტინოპოლის კრების 1872 წლის კრების დადგენილებას, ადგილობრივი კრება კი იყო, მაგრამ ის სოფლიო მართლმადიდებლური აზრი გამოითქვა. რას ნიშნავს ეთნოფილეთიზმი? ეს ნიშნავს მართლმადიდებლური ეკლესიის, მისი სწავლა-მოძღვრების დამორჩილებას ეროვნული, პოლიტიკური, იდეოლოგიური ხედვებისა და მიზნებისადმი. ანუ როცა ეკლესია ემორჩილება ეროვნულ აზრს, ეროვნულ ინტერესებს. აი ეს არის ეთნოფილეთიზმი. ანუ ესე იგი სარწმუნოება ემორჩილება სამოქალაქო ემსახურება არათუ ღვთისნების გატარებას, არათუ მარადიული ჭეშმარიტების იდეალებს, არამედ იმ ეროვნულ ინტერესებს. აი ეს სათაურიც აქედან მოდის ეთნოფილეთური ეს სომხური ეკლესია. ეს უკვე სამოციქულო ეკლესიის სათაური არ არის. არასდროს ჩვენ გაგვიგია და აქაც ახლა ხდება ხოლმე ჩვენთანაც რომ ქართული ეკლესია, საქართველოს ეკლესია, ქართული რა მოციქულები იყვნენ, რაღაც ქართველებმა მოვიგონეთ თუ რა. ეს ტერმინი მცდარია, მაგრამ ჩვენ რო გვეშლება და ვიტყვით ამას ქართული ეკლესია, აქ რაღაც ეს უბრალოდ ტერმინოლოგიური ზუსტობა და იქ სოფხედველობითი გაუკუღმართება. ისინი თვლიან, რომ ეკლესიები უნდა დაყოფილი იყოს ეთნოსური ნიშნით, ესე თვლიან. და ეს არის ეთნოფილეთიზმი, რომ დაყოფა ეკლესიის ეროვნული ნიშნით და ან ეკლესიაში ეროვნული ნიშნით ეს დაპირისპირებების შექმნა. აბა, მაშინ როგორ გავცეთ პასუხი თანამედროვე საქართველოს ეკლესია რო არსებობს, საბერძნეთის ეკლესია, რუსეთის ეკლესია. ეს არ არის ეთნოფილიზმი, ეს არის სოფლიო, ეს არის ისტორიული კავშირი მართლმადიდებლობასთან ამ ერებისა. უბრალოდ ეს არის ადგილობრივი ეკლესიები, ჩვენ ერთი მსოფლიო ეკლესია ვართ, ოღონდ ადგილმდებარეობით დაყოფილი.
იმიტომ ჩვენ და ბერძნებს ერთი და იგივე სწავლე გვაქვს, ერთი და იგივე მსოფლმხედველობაა ქრისტიანული და პირობითად რამე ჩაცმულობაში განსხვავება ან რაღაც სხვა რაღაც წესში პირობითი ეს არ არის სარწმუნოებრივი განსხვავება. ესეთი ან გალობა ქართულად უგალობთ სამხმიან ეს არ არის სარწმუნოებრივი განხეთქილება ხომ. სომხებთან კი ესე არ არის. ისინი ამბობენ, რომ სომხეთის ეკლესია ამბობს, რომ ჩვენ ვართ სომხური ეკლესია. სომხური ეკლესია უკვე ნიშნავს, რომ განდგომილი. ადრე ეგრე არის, ეგენი იყვნენ, ადრე სასომხეთის ეკლესია. აი საქართველოს ეკლესია, სასომხეთის ეკლესია ესე. ეხლა სომხური ეკლესია, ადრე სომხეთის ეკლესია, სომხეთის ეკლესია. ანუ ეს სომხეთის ეკლესია ნიშნავს მართლმადიდებლები, ესა ქრისტიანები, მართლმადიდებლები იგივეა ეს იქ სასომხეთში, სომხეთში. ხომ. აი ახლა კი გახდნენ სომხური ეკლესია, უკვე ნიშნავს, რომ ეროვნული ნიშნით ეკლესია არის და ამაზე ყურადღება კიდეც მახვილდება მათთან. აი ეს იყო ის ძირითადი ხუთი დოგმატური საკითხი, რომელიც არსობლივ განსხვავებას ბადებს ჩვენსა და მათ შორის. რის გამოც ის ნათლობა, რაც ეჭმაძინში ხდება ამ ოდესღაც მადმოსილ ადგილას, უკვე ნათლობა არ არის და ეს უკვე წყალში ბანაობა. აუცილებელია, რომ მოინათლოს. ისინი თვლიან, რომ ქართველები და ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია არ არის იმადების ფონდი. ეხლა როგორ თვლიან ისინი? ერთადერთი თუ რელიგია თავის ერთადერთობას არ ხადაგებს, ესე იგი მას ჭეშმარიტება არ გააჩნია. და ფილოსოფიას ემსგავსება, იმიტომ რომ ფილოსოფია არის მეცნიერება, რომელიც ჭეშმარიტებას ეძებს. ხოლო რელიგია ამბობს, რომ ეს ჭეშმარიტება უკვე იპოვა. აი როგორ უყურებენ თვითონ სომხები ეს სომხური ეკლესია როგორ თulis ქართული გარემოცვა მათ მძიმე აქვთ და ამის გამო მათ ისინი ცდილობენ რომ თავიანთი განსხვავებულობა შეინარჩუნონ და დამალონ თან და როგორმე რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაამყარონ ჭიდრო კავშირები ერთობა მოხდეს მათი რუსეთთან, ოღონდ ისე რომ არ მოხდეს სულიერი კავშირი ერთობა და არა თუ ეკლესიის რაღაცა შეცვლა, რომ რუსეთის რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიამ აღიაროს იგი და მე რუსეთის გზით მსოფლიო მართლმადიდებლობამ აღიაროს იგი, ისე რომ მათ არ მიიღონ ქალკედონი. აი ეს უნდა, რაც აბსოლუტურად აბსურდულია. რანაირად მოხდება? რაც აბსურდია, შესაძლებელია რომ ეს უბრალოდ გარეგნულად გამოხატავენ ამას, ამბობენ რომ ჩვენ ძმა ეკლესიები ვართ, ან და ეკლესიები ესე, ჩვენ იგივე მართლმადიდებლები ვართ. და ჩვენ გმობთ, მონოფიზიტებს გვიწოდებთ, როცა ჩვენ მონოფიზიტობა დაგმობილი გვაქვს, ევტიქიანობა აქვთ მაგ მხოლოდ დაგმობილი და ესეთი ის მიდის. და ამ ფონზე თუ კი ვინმე მათთან საღვთისმეტყველო პაექრობაში შედის და ვერ უხსნის და ვერ წდება ამ განსხვავებულებისას და დააბრალებს ევტიქიანობას, ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდება ხოლმე, რომ პასუხს ვერ ცემენ, როცა ისინი ამბობენ, რას ამბობთ, ევტიქი ჩვენს შეჩვენებული ყავს მონოფიზიტო და თუ ეს უხერხულობაში რო აღმოჩნდება, მე რეუნებენ, აი, ჩვენ გმობდით და ჩვენ კიდე მართლმადიდებლები ვართ. არ არიან ისინი მართლმადიდებლები, ვინც ქალკედონის კრებას არ აღიარებს, ის ვერაზუს ვერ იქნება მართლმადიდებელი და ის არის მონოფიზიტი, არა ევტიქიანული ხაზით, არამედ სევეროსის და აი იაკობინელთა და იმათი ხაზით. ეს არის ორი ბუნების შეერთების შესახებ სწავლება. მამო, გარეგნული განსხვავებები როგორი აქვს? ან ხომ არ არის რაიმე ესეთი? ხომ რაღაცნაირად მეოთხე მსოფლიო კრების უარყოფით ისინი ჩამოშორდნენ მართლმადიდებლობას, ამ საღვთისმეტყველო აზრის წვდომა მასში არ მიიღო განვითარება. შესაბამისად, ხატთაყვანისმცემლობა მათაც არ აქვთ, მათ აქვთ ხატების პატივისცემლობა, ხატების კანონიკაც არ აქვთ. როგორც ზომიერ ხატმებრძოლებს, ეგეთ წოდებულ ზომიერ ხატებს, ისინი ხატებს კი კიდებდნენ ეკლესიაში, მაგრამ ისე რომ ეს თაყვანისცემა არ ყოფილიყო ამბორი, თხვევამაძე ეს არ ყოფილიყო სიწმინდებად, ესეთ არ მიიჩნევენ. ეს არის რაღაც სამშვენისებად და ნახატებების მსგავსად ესე. შემდეგ მათი საკურთხეველი არის ტაძარში, არის დასავლეთ მხარეს. ხომ, ესეთი რამეები კიდე. აი ეს რამ გამოიწვია? რა აღმოსავლეთიდან მოდის
მე ვიცი რომ ეს არ ამართებულია, მაგრამ ზედმიწევნით ეს უკვე თვითონ ლიტურგიკული საკითხია, კანონიკური, რას ეფუძნება, რა მსოფლმხედველობის ხედვას ეფუძნება, არ ვიცი, მაგრამ აღმოსავლეთი ეს როგორც 64 სიმბოლოა, ამიტომ 60 იქულ ჯერ კი ბასილიც უწერია, რომ აღმოსავლეთით ლოცვა აქვს ჩვენ პირჯვრის გამოსახვა, რა თქმა უნდა, არა ესეთი დახვეწილი ფორმით, რაც ახლა ეკლესიამ შეძინა, არამედ ზოგადად პირჯვრის გამოსახის წესი იყო ეს შუბზე თუ პირზე ესე ნიშანი, როგორც ქრისტიანთა ეს 60 კილო დროიდან მოდის აღმოსავლეთით ლოცვა, ეს ჩვენო მოციქულთაგან მიგვიღებიოს გარდამოცემით, ზეპირი გარდამოცემით და ისინი რატო აშენებენ დასავლეთი ეკლესიაში სიმბოლოა ჯოჯოხეთის. და ძალიან უხერხული სიტუაცია დასავლეთითკენ ზოგადად შეგვიძლია რომ ნებისმიერ მხარეს ვილოცოთ ჩვენ, მაგრამ თუ კი შესაძლებელია, თუ სრული კანონიკი დაიმით, უნდა იყოს ესე როგორც აღმოსავლეთით და დასავლეთით და იხატება კიდეც ფრესკები უკან ჯოჯოხეთის ამჯავროსი იხატება ხოლმე ტაძარში. ხო და მათ რატომ აქ ვერ გეტყვით ამ პასუხს? არ ვიცი ეს რამ გამო შეიძლება აი რაც გადაცემის დასაწყისში თქვენ робძანეთ რომ აი ეს პოლიტიკური ვითარება სპარსელების ცნობილია რომ ერთ-ერთი მიზეზი ზეწოლა იყო, რასაც ვერ გაუძლო შეიძლება ნერსე იყო მაშინ პატრიარქი, მაგრამ ეს სპარსელთა ზეწოლას რომ მონოფიზიტური ხაზი აწყობდა სპარსელებს სომხეთისა, რადგანაც და ჩვენც რომ მიგვეღო ეს, იმიტომ რომ ბიზანტიას მოკავშირეები აღარ ეყოლებოდა. და იმ პერიოდში ბუნებრივი მოკავშირეები ვიყავით ბიზანტიის. მოკავშირეები ვიყავით და ჩვენ ეს დავიცავით, არ გადავედით ჩვენ მონოფიზიტობას, თუმცა მცდელობები იყო ამისი, ეს იგივე დვინის კრებაზე, სხვათა შორის მათი პატრიარქები ძალიან ესე ქედმაღლული ტონით საუბრობდნენ, ეს ეთყობა, არ ვიცი, ის ძველი დიდი არმენიიდან ქონდათ ეს შემორჩენილი თუ რა, არ ვიცი, მაგრამ ეს იყო ფაქტი. რომ ეს ქედმაღლული დამოკიდებულება მიმოწერილებში ჩანდა. ხო, ძალიან თავდაჯერებულად. შეიძლება სპარსელებთან სიახლოვეც აძლიერებდა, იმიტომ რომ იმათთან ახლოს იდგნენ და მაგრამ ფაქტად შევა, რომ ეს მაშინ ეს ბრძოლაც იყო პოლიტიკური, რომ ბიზანტიას მოკავშირეები გამოცლოდა და სპარსეთი ამას ცდილობდა. მაგრამ თვითონ ისინი ამას უარყოფენ, ამბობენ არა, რა თქმა უნდა, ჩვენო ეს ისე მივიღეთ, რომ ესეთი ჩავთვალეთ, რომ ესაა სწორი. ესე მივიღეთ. რაც ჩვენ ვისაუბრეთ უფრო დეტალურად შეიძლება წაკითხვა წიგნი გამოიცა ნიკიტას ტითათის შრომების კრებული, სადაც 5 სიტყვა აქვს სომხების სამხილებელი, მაშინ იყო ეს მცდელობა, ბიზანტიის მცდელობა, რომ სინანულისკენ მოეწოდებინათ, რომ შემოერთებინათ მართლმადიდებლობაში, ჭეშმარიტი შემოერთებით, რაც არის ცრუ დოგმატების უარყოფის გზით და ამ განათებულმა პიროვნებამ ნიკიტას ტითათმა თვითონ სიმონა ხახღვთისმეტყველის მოწაფე, მონაზონი, არქიმანდრიტი, მან მიწერა ეს. ხო, 5 სიტყვა, რაც იმ პერიოდიდან მოყოლებული იგივე არის. სწავლება მათი არ იცვლება. უბრალოდ ისინი ცდილობენ, რომ ამის არ მოხდეს სიღმისეული ჩვენება, რომ არ გამოჩნდეს სიცხადით რა განსხვავებაა, იმიტომ რომ მათ აწყობთ, რომ ერთნაირად მართლმადიდებლობად გასაღდნენ, რა თქვა, მართლმადიდებლობად წარმოჩნდნენ საზოგადოებაში. დიოფიზიტებად მაინც. ხო. თავის დროზე წმინდა გიორგი ათონელმა უთხრა კათოლიკებზე, რომ თავარია სიმბოლო წამსი არ ქონდეთ დამახინჯებული, თორე ეხლა პირჯვას როგორ იწერენ და წვერს ატარებენ თუ არ ატარებენ, ეს უკვე მეორე ხარისხი, ამის გამო არ უნდა ხდებოდეს, როგორ ვთქვათ, ამაზე ძირითადი აქცენტის გადატანა. თავარი სოფხედულურითი ერთობა იყოს, რაც სამწუხაროდ არ გვაქვს. უღრმესი მადლობა. ალბათ თქვენს საინტერესო საუბრისათვის და გემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მომავალ შეხვედრამდე. დაგლოცოთ.